გონს მოეკეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა გადაცემაში ვამბობ, გამწარებულ დედებზე უარესი და საშიში არავინ არ არის. ამ სიტყვებით მიმართა ოლიგარქ ივანიშვილს და მის მარიონეტ მთავრობას მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ. ლიკა გუნცაძე დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესის ორი თვით გადადებით ქართული ოცნება რეჟიმის პატიმრებზე და მათი ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობს. ანდროს დედას მიაჩნია, რომ რუსული რეჟიმის მცდელობა ამაოა, რადგანაც ის და სხვა დაკავებულების მშობლების ბრძოლას მხოლოდ ახლა იწყებენ. ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ, რომ არ გავწყდებით, არ გვეშინია. იმიტომ ჩემი შვილი და ყველა ის ბავშვი, ბიჭები, რომლებიც იქ ხსყედან, იქ უფრო თავისუფლები არიან. დაიჭირეს საუკეთესო ბიჭები, რომლებიც როგორც 37 წელს იყო, იჭერდნენ ყველაზე კარგებს, ყველაზე ჭკვიანებს. ბოლშევიკური მეთოდია, ჩვეულებრივი ამბავია, ეგ უბრალოდ ჩვენ ვერ გამოვედით აქედან. მე ახლა უკვე ნამდვილად მეც და ყველას მშობელი ვიწყებთ შეუპოვარ ბრძოლას. სრულიად ძალიან დიდი ძალა მაქვს მაგისი. ოლიგარქი ივანიშვილის მიერ დატყვევებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 10 პირი სასამართლო პროცესის გადადების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა. გაბიტაშვილის უწყებამ დამატებით 45-დღიანი ვადა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით მოითხოვა, რაც მიუღებელია ბრალდებულების ინტერესების დამცველებისთვის. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ საქმეს ხელოვნურად აჭიანურებენ, რადგანაც არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დაკავებულების ბრალეულობა დადასტურდება. თუ სასამართლო კიდევ ერთხელ გაითანხმება და გაიზიარებს დაუსაბუთებლად პროკურატურის ამ შუამდგომლობას, ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს იმას, რომ საქმის ირგვლივ არის არა მხოლოდ სამართლებრივი ინტერესი, არამედ გაცილებით დიდი პოლიტიკური განზრახვა იმისათვის, რომ უკანონო დაკავებულები, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძე, დარჩეს ციხეში, რაც შეიძლება ხანგრძლივი დროით. ანდროს გარეშე მისი კოლეგები სცენას ვერ დაუბრუნდებიან. ვასო აბაშიძის ახალი თეატრის დასი ერთსულოვანია ამ გადაწყვეტილებაში. თეატრი დაკავებულების მხარდასაჭერად კიდევ ერთი თვით გაიფიცა. გაუქმებულია 6 სპექტაკლი, მათ შორის მეფე ლირი, ალუბლის ბაღი და მე გადავცურავ ზღვას. მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, იმიტომ რომ მომიწია იმ დროში ცხოვრება, როცა სწორედ მსახიობებმა, რეჟისორებმა და ხელოვანმა ხალხმა ამოიღეს ხმა და ამოიღეს ისეთ ამამაც და ისე შეუქცევადათ, რომ ამას ერთ-ერთი ზუსტად ვიცი, რომ ანდროი ძალიან ისე მაგრაა და პირიქით გვითვლის, რომ არ ინერვიულობ, მე კარგად ვარ და ამაზე მეცაც გაუძლებს, 50 დღესაც გაუძლებს და 70 დღესაც გაუძლებს და ყველანი გაუძლებთ ყველაფერს. უბრალოდ ესენი როგორ გაუძლებენ ამ დრო არ ვიცი. უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვიან თეატრალურ უნივერსიტეტშიც, სადაც 22 დღე და ღამეა უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რეჟიმის ტყვეების თავისუფლების მოთხოვნით გადმოფენილი ეს ბანერები თბილისის მერიამ დღესაც მალულად ჩამოხსნა. თუმცა სტუდენტები დანებებას არ აპირებენ და პროტესტს საბოლოო მიზნის მიღწევამდე აგრძელებენ. მოთხოვნები უცვლელია: რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. თბილისში ჯგუფმა ჩამოხსნა ჩვენი ბანერები თეატრალურ უნივერსიტეტიდან. ის გამოც ჩვენ საღამოს ღამის საათებში გადმოვკიდეთ ბანერები ისევ ჩვენი მოთხოვნებით, რაც არის რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, გათავისუფლდეს სისტემის უდანაშაულოდ დაპატიმრებული ადამიანები და გადადეს გიორგი შალტაშვილი, ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი. ჩვენი მოთხოვნები იგივე რჩება. რეჟიმის პატიმრები არ ავიწყდებათ სასულიერო პირებსაც. არქიმანდრიტმა დოროთემ შობის ღამეს საპროტესტო აქციაზე დაკავებული ადამიანებისთვის ქაშვეთის ტაძართან პარაკლისი გადაიხადა. ამ დროისათვის რუსული რეჟიმის ტყვეობაში 51 ადამიანი რჩება. ოლიგარქმა ივანიშვილმა ისინი სამშობლოს სიყვარულისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვის გამო ციხეში გაუშვა.